91 ხმით არც ერთის წინააღმდეგ ქართულმა ოცნებამ წინააღმდეგობის გარეშე მესამე მოსმენით და საბოლოოდ დაამტკიცა საკანონმდებლო პაკეტი, რომელიც ამარტივებს კონკრეტული პოლიტიკური პარტიების აკრძალვას, ასევე უზღუდავს პოლიტიკოსებს პოლიტიკური საქმიანობის განხორციელებას ან თუნდაც პასიურ საარჩევნო უფლებას. ცვლილებები შევიდა არსებულ კანონმდებლობაში. მათ შორის არის საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ ორგანული კანონი, მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანების შესახებ ორგანული კანონი, ასევე ცვლილებები შეეხო საარჩევნო კოდექსსა და კოდექს სისხლის სამართლის შესახებ. შეზღუდვები ამოქმედდება კი იმ შემთხვევაში, თუ საკონსტიტუციო სასამართლო გადაწყვეტს აკრძალოს კონკრეტული პარტია. პოლიტიკოსებს არც სხვა პარტიაში გაწევრება შეეძლებათ იმის მიუხედავად დატოვებენ თუ არა ისინი მაგალითად ნაციონალურ მოძრაობას, რომელიც არის აი ამ დამტკიცებული უკვე კანონის მთავარი სამიზნე. ასევე თუ კი კონკრეტული პოლიტიკური სუბიექტი გააწევრებს ამა თუ იმ პოლიტიკოსს, მაშინ მას სისხლის სამართლის კოდექსის შესაბამისად დაეკისრება ჯარიმა. ამ პირებს, ვისაც აეკრძალებათ პოლიტიკური საქმიანობის განხორციელება, ასევე ეკრძალებათ პოლიტიკური შემოწირულობის გაღება სხვა პოლიტიკური პარტიებისთვის და ასევე მათ საარჩევნო სიებში ჩაწერაც. ნაციონალური მოძრაობა, რომელიც არის ქართული ოცნების ამ კანონის მთავარი სამიზნე, აპირებს, რომ დავა გააგრძელოს მათ შორის სტრასბურგის ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში. ქართული ოცნება კი მიიჩნევს, რომ ანტიკანონმდებლობა არის სრულად შესაბამისი როგორც საქართველოს კონსტიტუციასთან, ისევე საერთაშორისო სამართლის ნორმებთან. მმართველ პარტიაში ამბობენ, რომ ეს არის საზოგადოებრივი დაკვეთა და კონკრეტულად მიუთითებენ, როგორც ამბობენ, 1,100,000 ამომრჩეველზე. და საფუძვლად ამ საკონსტიტუციო სარჩელსაც და ამ კანონპროექტსაც უდებენ ქართული ოცნების ინიციატივით პარლამენტში შექმნილ დროებით საგამოძიებო კომისიას, რომელმაც რამდენიმე თვის განმავლობაში მოამზადა 460 გვერდიანი დასკვნა ნაციონალური მოძრაობის ხელისუფლების საქმიანობას და სხვა ოპოზიციური პარტიების, მასთან დაკავშირებული სხვა ოპოზიციური პარტიების საქმიანობასთან დაკავშირებით. ჯერჯერობით ცნობილია, რომ როგორც უკვე გითხარით, სამიზნე არის ნაციონალური მოძრაობა, თუმცა მაგალითად გუშინ ირაკლი კობახიძემ პრემიერ-მინისტრმა საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში განაცხადა, რომ შესაძლოა ამ კანონპროექტის სამიზნე გახდეს 10-მდე წვრილი პოლიტიკური პარტია, რომელიც არის დაკავშირებული ყოფილ სახელისუფლებო გუნდთან. საერთაშორისო გამოხმაურებას მოყვა უკვე დღეს მიღებულ კანონმდებლობას, მაგალითად ესტონეთის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე მარკო მიხელსონმა განაცხადა, რომ ქართული ოცნება მისი შეფასებით არის დიქტატორული პარტია, რომელიც ცდილობს, რომ საქართველო დააშოროს ევროპულ და ევროატლანტიკურ ინტეგრაციას. დემოკრატიაში, დემოკრატიულ პროცესში არ არის ანტიდემოკრატიული დემოკრატიის მტერი პარტიებისთვის. ეს არის მთავარი არსი თავდაცვისუნარიანი დემოკრატიის. და თუ გვინდა ჩვენ, რომ ქართული დემოკრატია გადარჩეს, თუ გვინდა ჩვენ, რომ ქართული დემოკრატია განვითარდეს, არ უნდა დავტოვოთ სივრცე რადიკალი ანტიკონსტიტუციური ძალებისთვის. და სწორედ ამას ემსახურება საკონსტიტუციო სარჩელი, რომლის უკანაც დგას 1,100,000 ამომრჩეველი, რომელმაც შარშან არჩევნებში ზუსტად ამ იდეას დაუჭირა მხარი. თქვენ იცით, რომ ამის შემდეგ ჩატარდა ძალიან სიღრმისეული საპარლამენტო გამოძიება, რომელმაც რამდენიმე თვე იმუშავა, 450 გვერდიანი ანგარიში შეიმუშავა კომისიამ, რომლის საფუძველზეც პარლამენტმა მიიღო დადგენილება და შეაფასა სრულად ის ერთის მხრივ ნაციონალური მოძრაობის ხელისუფლებაში ყოფნის პერიოდი და მეორეს მხრივ 2012 წლიდან მოყოლებული მასთან ერთად პოლიტიკურ ალიანსში მყოფი ძალების პოლიტიკური დანაშაულები და დანაშაული ჩვენი კონსტიტუციის წინააღმდეგ. ამიტომ მიზანი არის ზუსტად ეს, რომ დავიცვათ ჩვენი დემოკრატია რადიკალი ექსტრემისტი ანტიკონსტიტუციური ძალებისგან. ქართულ ოცნებას და ბიზინა ივანიშვილს 2012 წლის შემდეგ გაცხადებული მიზანი ჰქონდა, რომ გაენადგურებინა ერთიანი ნაციონალური მოძრაობა და ამ 13 წლის განმავლობაში ყველაფერი სადეს, მაგრამ ნაციონალური მოძრაობა გადარჩა და იბრძვის საქართველოს ევროპული მომავლისთვის. სწორედ ეს აწუხებს ქართულ ოცნებას, ამიტომ ისინი პუტინის მიმართ შეპირებას, რომ ნაციონალურ მოძრაობას გააუქმებენ, უკვე ერთპარტიული პარლამენტის ფარგლებში ახორციელებენ. თუმცა ჩვენ ბუნებრივია პოლიტიკურ საქმიანობას და ბრძოლას ივანიშვილის რუსული დიქტატურის წინააღმდეგ გავაგრძელებთ სტატუსის და მიუხედავად ეს არ იქნება დამოკიდებული პარტიული ფორმა, გვექნება თუ არა. იმავდროულად ბუნებრივია ევროსასამართლოში აუცილებლად მოხდება ამის გასაჩივრება და ჩვენი იმედი გვაქვს, რომ ევროსასამართლო აი ამ დრაკონულ კომუნისტურ რუსულ კანონს გააუქმებს. 80 ხმით არც ერთის წინააღმდეგ გამკაცდა ასევე კანონმდებლობა შეკრება მანიფესტაციების მიმართულებითაც
ამ შემთხვევაში ფაქტობრივად აღარ არსებობს დაჯარიმების კომპონენტი. თებერვალში ქართულმა ოცნებამ ისეაც გაამკაცრა ადმინისტრაციულ სამართალთა დარღვევათა კოდექსი და მაგალითად გზის ხელოვნურად გადაკეტვისთვის 5,000 ლარიანი ჯარიმა დააწესა, რომელიც აქამდე 500 ლარს შეადგენდა. კონკრეტულად კი ახალი ცვლილებები, რაც დღეს ქართულმა ოცნებამ ერთმანეთ დაამტკიცა, ამ შემთხვევაში თუ მოქალაქეს ცეცხლსასროლ ცივ იარაღს ადვილად აალებად ნივთიერებას ან პიროტექნიკას აღმოუჩნდნენ, მოსამართლეს აღარ ექნება ჯარიმის გამოყენების საშუალება და პირდაპირ 60 დღემდე ადმინისტრაციული პატიმრობით დაისჯება. ჯარიმის კომპონენტი ასევე გაუქმებულია აქციაზე სახის დაფარვის შემთხვევაში, განუჩრევთ იქნება ეს იქნება ნიღაბი თუ რაიმე სხვა ტიპის საშუალება და გზის გადაკეტვისთვისაც. და ვიდრე ახალი ცვლილებები საკანონმდებლო მაცნეზე გამოქვეყნდება, ჯერჯერობით კვლავ მოქმედებს 5,000 ლარიანი დაჯარიმების მექანიზმი, მაგალითად გზის ხელოვნურად გადაკეტვის შემთხვევაში. თუ კი მანამდე პირი განმეორებით ჯარიმდებოდა სამართალდარღვევის შემთხვევაში, ამ შემთხვევაშიც აღარ იქნება გამოყენებული ჯარიმა, არამედ ადმინისტრაციული პატიმრობის ვადა პირველ ჯერზე, ხოლო შემდგომ უკვე სისხლის სამართლებრივი დენა დაიწყება. მეორედ კანონდარღვევის შემთხვევაში პირი 1 წლამდე პატიმრობით დაისჯება, ხოლო რეციდივის შემთხვევაში პატიმრობა გაიზრდება 2 წლამდე. სისხლის სამართლის კოდექსს ასევე დაემატა კიდევ ერთი მუხლი, რომლის თანახმადაც პოლიციელის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობა ოღონდ მესამედ და მესამედ სამართალდამცველისთვის შეურაცხყოფის მიყენება ასევე გახდება სისხლის სამართლებრივი დანაშაული და დაისჯება 1 წლამდე პატიმრობით, ან რეციდივის შემთხვევაში, ამ შემთხვევაშიც 2 წლამდე თავისუფლების აღკვეთით. შეკრება მანიფესტაციის წესის დარღვევა არ გავრცელდება არასრულწლოვნებზე. თავდაპირველად დღეს საკომიტეტო განხილვისას, როდესაც მეორე მოსმენით განიხილავდნენ ქართული ოცნების ინიცირებულ კანონპროექტს, იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე მარჩილ გორდულაძემ განაცხადა, რომ პრევენციისთვის საჭიროა, რომ არასრულწლოვნებზეც გავრცელდეს კონკრეტული შეზღუდვები, თუმცა უკვე მესამე მოსმენისას დაზუსტდა პლენარულ სხდომაზე, რომ ამსეთი ტიპის ბერკეტების გამოყენება და მექანიზმების გამოყენება არ არის მიზანშეწონილი და ამ გადაწყვეტილებამდე ქართული ოცნება მივიდა მას შემდეგ, რაც კომპეტენტურ პირებთან, როგორც ამბობენ, გაიარეს კონსულტაცია. რაც შეეხება გამოხმაურებებს, მმართველ პარტიაში ამბობენ, რომ მოქმედი კანონმდებლობა არ არის საკმარისი იმისთვის და შესაბამისად არ შეესაბამება იმ ნორმებს, რომლის მიხედვითაც მაგალითად ჯარიმის კომპონენტის გამოყენება იყო საკმარისი და ამიტომაც მიიღეს კანონმდებლობის გამკაცრების გადაწყვეტილება. მათივე შეფასებით სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ამით არ იზღუდება და ნებისმიერ პირს იმ შემთხვევაში თუ იქნება შესაძლებლობა და იმ შემთხვევაში თუ იქნება საკმარისი რაოდენობა მომიტინგეების საპროტესტო აქციაზე, თუნდაც რუსთაველის გამზგზე, მათ შეეძლებათ გზის სავალი ნაწილის დაკავება. ყოველ შემთხვევაში ესეთი განცხადება გაუცხადა დღეს ქართული ოცნების გენერალურმა მდივანმა და თბილისის მერმა ახაკალაძემ. ოპოზიციაში კი მიიჩნევენ, რომ ეს არის რეპრესიების მორიგი ტალღა, მაგალითად პარტიაში გაახარია საქართველოსთვის ამბობენ, რომ ყველაფერი ის, რაც პარლამენტში ბოლო დღეების განმავლობაში ხდება, არის 4 ოქტომბრის შედეგი. ნებისმიერ ადამიანს ან ადამიანებს შეუძლიათ გამოხატონ თავიანთი შეხედულება, თუნდაც მიტინგის გზით. მაგრამ ეს უნდა იყოს კანონის ფარგლებში. როდესაც იკრიბება რამოდენიმე ათეული ადამიანი და მიზანმიმართულად, როდესაც ამის აუცილებლობა არ არის, რაოდენობიდან გამომდინარე, მიზანმიმართულად კეტავს საავტომობილო გზას, ეს არის დანაშაული და ეს არის ძალიან დიდი დისკომფორტის შექმნა მილიონობით თანამემამულეებზე და თანამოქალაქეებზე. შესაბამისად, რა თქმა უნდა, კანონიც იქნება მოყვანილი შესაბამისობაში, რომ ეს რეგულაციების გამკაცრება, რომ სრულიად დაცილებულია და დაშორებულია კონსტიტუციური უფლებების, ადამიანის უფლებების გამოხატვის თავისუფლებას და შეკრებისა და მანიფესტაციების თავისუფლებას ამ ქვეყანაში, ეს ახლა გასაგებია, ოცნება აქამდეც აკეთებდა ამას და დღეს ახლა 4 ოქტომბრის სპეცოპერაციის შემდეგ სამწუხაროდ მას კიდევ მიეცა დამატებითი საბაბი, რომ კიდევ უფრო მეტად დაამძიმოს, გაამკაცროს კანონები და ზოგადად დაამძიმოს საკუთარი ავტოკრატიული რეჟიმი. ასე რომ ეს კიდევ ერთი დასტურია იმისა, რომ ის ფორმები, რა ფორმითაც ხდებოდა, ასე ვთქვათ, ბრძოლა ოცნების წინააღმდეგ არის შესაძლებელი. და საფიქრებია ახალ მიდგომებზე და ამას ვერ გავაკეთებთ და ვერ შევცვლით და ახალ გეგმებს ვერ შევიმუშავებთ იმის გარეშე, თუ სწორ ანალიზს არ გავაკეთებთ რეალურად რა მოხდა 4 ოქტომბერს.
დღეს დამტკიცებული საკანონმდებლო ცვლილებების არა, თუმცა საგაზაფხულო სესიის ფარგლებში დაჩქარებული წესით მიღებული საკანონმდებლო ცვლილებები მოექცა ვენეციის კომისიის ანგარიშში. კომისიამ გამოხსნა მოსაზრება 15 ოქტომბერს, კონკრეტულად ეს შეეხებოდა უცხოეთის აგენტის რეგისტრაციის აქტს და ასევე შესწორებებს გრანტების შესახებ და მაუწყებლობის შესახებ კანონებში. უცხოეთის აგენტების რეგისტრაციის აქტის შემთხვევაში, რომელსაც ქართული ოცნება ეწოდებულ ქართულ ფარას უწოდებს, საუბარია, რომ არაზუსტი განმარტებები არის მოცემული კანონმდებლობაში და ამავე დოკუმენტის თანახმად სიცხადისა და სიზუსის ნაკლებობა ძირს უთხრის განჭვეტადობას და სამართლებრივ ციცხადეს. კანონის მოქმედების ფართო არეალი კი საშუალებას იძლევა, რომ ის გამოყენებული იქნეს განუჩვევად პირებისა თუ ორგანიზაციების ფართო სპექტრის მიმართ, ასეთი არის ვენეციის კომისიის შეფასება, რაც შეეხება გრანტების კანონში შეტანილ შესწორებას. მოგეხსენებათ, რომ ქართული ოცნების მიერ მიღებული საკანონმდებლო ცვლილებების შემდგომ, იმ შემთხვევაში, თუ პირს ან ორგანიზაციას სურს უცხოური გრანტის მიღება, მაშინ მან უნდა მიიღოს უბრალოდ მთავრობის ნებართვა. სწორედ ამაზეა საუბარი ასევე ვენეციის კომისიის შეფასებაში, რომლებიც სადაც საუბარია, რომ სიცხადე აქაც არის გაურკვეველი, ასევე გადამზღოვი მექანიზმები არ არის საკმარისი და არ არის ეფექტური, ხოლო ანტიკორუფციული ბიურო, რომელიც როგორც ფარას ისევე გრანტების შესახებ კანონის შემთხვევაში არის მთავარი აღმასრულებელი ორგანო, არ არის ვენეციის კომისიის შეფასებით პოლიტიკურად დამოუკიდებელი და ნეიტრალური ორგანო, ამიტომ არსებობს კითხვის ნიშნები. ვენეციის კომისიამ 15 ოქტომბრის დასკვნაში ასევე მოამზადა კონკრეტული რეკომენდაციები და ამ რეკომენდაციის თანახმად მოთხოვნილია ამ კანონის თუ საკანონმდებლო ცვლილებების და შესწორებების გაუქმება, თუმცა იმ შემთხვევაში თუ მმართველი პარტია შესწორებებს შეიტანს, თუნდაც ეგრეთ წოდებულ ქართულ ფარაში, მაშინ მან უნდა მიმოქმედოს შესაბამისი მითითებებით, რაც მოიცავს კონკრეტული ტერმინების დაზუსტებასაც მათ შორის და ანტიკორუფციული ბიუროს დამოუკიდებლობის უზრუნველყოფას. მმართველ პარტიაში ამ თემასაც გამოეხმაურნენ და მიიჩნევენ, რომ ვენეციის კომისიის შეფასება, რომელიც წლებია ქვეყნდება ამა თუ იმ საკანონმდებლო ცვლილებასთან დაკავშირებით და მათ შორის მმართველი პარტიისთვის წლების განმავლობაში იყო ერთ-ერთი მექანიზმი იმისათვის, რომ მათ დაეხვეწათ ქართული კანონმდებლობა და მოერგოთ საერთაშორისო სამართლისთვის, საერთაშორისო კანონმდებლობისთვის, დღეს ქართულ ოცნებაში ამბობენ, რომ ეს არის შიდა პოლიტიკურ საქმეებში უხეში ჩარევის მცდელობა. კონკრეტულად კი ევროინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ ლევან მახაშვილმა განაცხადა, რომ ქართული ფარა გაუქმდება იმ შემთხვევაში, თუ მსგავს წესს მიიღებენ ამერიკის შეერთებულ შტატებშიც. ვიღებით მაშინაც განვაცხადეთ, რომ ჩვენ მოკლე გამოსვლა მაქვს და ყურადღებით. თუ ამერიკელებიც გადაწყვეტენ, რომ ეს კანონი ნამდვილად არ შეესაბამება დემოკრატიულ პრინციპებს, კანონის უზენაესობას, ადამიანის უფლებებს და 10 წლეულების მიერ მიღებული კანონი, რომელიც 10 წლეულების განმავლობაში წარმატებით იცავდა ამერიკის დემოკრატიას, კეთილსინდისიერ პოლიტიკას, საარჩევნო პროცესებს, თუ ისინიც გააუქმებენ. თუ არ აუქმებენ, მაშინ ბუნებრივია არის რაღაც საჭიროება, ხო? და ისე რომ ჩავხედოთ ჩვენ ამ განმარტებებს, არც ერთი სიტყვა არ არის ნახსენები იმაზე, იმ პრობლემატიკაზე, რის გამოც საქართველოს მიიღო ეს კანონმდებლობა. აღნიშნული დასკვნა არის საკმაოდ უხეში ჩარევა საქართველოს სუვერენიტეტში. თუ იმ პირობებში, როდესაც ფარას კანონმდებლობა ძალიან კარგად წარმატებით მუშაობს ამერიკის შეერთებულ შტატებში, გაუგებარია ვენეციის კომისია, რატომ გვიგრძალავს ქართველებს, რომ გქონდეს იდენტური გამჭვირვალობა და შესაბამისად ვაკონტროლოთ უცხოური გავლენები ჩვენს ქვეყანაში. ასევე საინტერესო არის, რომ მათ დასკვნაში მინიმუმამდე არის დაყვანილი სამართლებრივი არგუმენტები და უფრო მეტად აპელირება ხდება პოლიტიკურ გადაწყვეტილებაზე, რაც ვფიქრობ, რომ არც ვენეციის კომისიის და არც რომელიმე სხვა გარე აქტორის გადასაწყვეტი არ არის. ვენეციის კომისია როგორც ყოველთვის ზუსტად აფასებს ქართული ოცნების მიერ მიღებულ ანტიდემოკრატიულ და საერთაშორისო სტანდარტების საწინააღმდეგო კანონმდებლობას და მკაფიოდ ამბობს, რომ ეს კანონები საფრთხეს უქმნის ჩვენი ქვეყნის დემოკრატიული პერსპექტივის უკანასკნელ ბასტიონებს, თავისუფალ მედიასა და სამოქალაქო სექტორს. თუმცა ქართული ოცნება ვენეციის კომისიის, ისევე როგორც სხვა ევროპული ინსტიტუტების დისკრედიტაციას ახდენს, როგორც ეს ჩვენ არაერთხელ გვინახავს წარსულშიც და ეს კიდევ ერთი ნათელი დადასტურება იმის, რომ რუსული რეჟიმი არის ჭეშმარიტად ანტიქართული და ანტიდასავლური არალეგიტიმური ხელისუფლება. ეს კანონპროექტი რომ მხოლოდ და მხოლოდ გამჭვირვალობის გამო არ არის შემოღებული და ამას შორს მიმავალი გეგმები აქვს, რაც ნიშნავს ზოგადად ამ ქვეყანაში სამოქალაქო სექტორის განადგურებას და ოცნების ძალაუფლების გამყარებას, ახლა ამაში მეგონი ახალი ნამდვილად არაფერია. რა გითხრათ ახლა ეს იმდენად
უგუნური გაუგებარი და უბრალოდ აუხსნელი არ ასაკეთებს უცნება. იმდენად გასულები არის ესენი ყოველგვარი რაღაცა გონებრულობის ჩარჩოებიდან, რომ კომენტარის გაკეთებაც კი გვიჭირს. დღეს დამტკიცებულ საკანონმდებლო ცვლილებებთან დაკავშირებით არაერთმა სამოქალაქო ორგანიზაციამ წინა დღეებშიც გააუცელა განცხადება და ასევე არაერთმა პარტიამ, რომელიც მონაწილეობს პოლიტიკურ პროცესებში და მომდევნო წლებშიც აპირებს პოლიტიკური მოღვაწეობის გაგრძელებას, შეიძლება ესე ითქვას. მათ განაცხადეს, რომ ყველა შესაძლო კონსტიტუციური გზით იბრძოლებენ საკუთარი სიმართლის დასადასტურებლად, როგორც ეროვნულ დონეზე, ასევე საერთაშორისო დონეზეც.